ოსკარის შორტ-ლისტში მყოფი სიმინდის კუნძულისა და გაღმა ნაპირის ლიტერატურული ტექსტები წიგნის სახით გამოიცა. გამომცემლობა ინტელექტმა ნუგზარ შატაიძის ორი მოთხრობა კუნძული და მოგზაურობა აფრიკაში ერთ წიგნად დაბეჭდა. წიგნის პრეზენტაცია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დარბაზში გაიმართა. ნუგზარ შატაიძე რამდენიმე წლის წინ ზუსტად იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც გაღმა ნაპირი ბერლინის კინოფესტივალზე წარადგინეს. Am წიგნში შესულია ორი სცენარი, ზუსტად ის სცენარები, რომლითაც გიორგი ოვაშვილმა გადაიღო ფილმები. დიდი მადლობა ინტელექტმა გამოიჩინა ეს ინიციატივა და გადაწყვიტა, რომ მკითხველისთვისაც და მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნებოდა დედნის, ასე ვთქვათ, წაკითხვა და შემდეგ ფილმთან შედარება. ძალიან კარგი ინიციატივა და ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი კარგი ისეთი ქართული ფილმი არსებობს, რომლების სცენარებიც ან ლიტერატურული პირველ წყაროც, რომლებიც თქვა ნაწარმოების სახით არ არის გამოცემული, იმსახურებს, რომ წიგნად დაიბეჭდოს.